გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო. ჩვენ თებერვალში თოვლი მოგვივიდა ძალიან ცივა ეს კვირა და ეხლა შემოვედი სახლში კბილის ექიმის ვიზიტიდან და სანამ სახლი გათბება, აქ სამთრის ბაღს რომ ვეძახით და ჩვენი ბურად შეიძლება შუშაბანდი ვუწოდოთ, სიგრილი არის, მცენარეებისთვისაც კარგია, ამ ოთახს ეტავთ, ოდნავ არის გათბობა აწეული და აი ამიტომაც მცივარ და მზივარ ესე პალტოში და გზაში მთელი გზა ფეხით მოვდიოდი და ფიქრობდი ერთ თემაზე, რომელიც არის ძალიან ძირეული, ძალიან მნიშვნელოვანი თვითოული ჩვენთაგანის ცხოვრებისათვის. და მინდა რომ აი ეს თემა მაგალითით გავამყარო და მინდა რომ თქვენს ყურადღება გაგიმახვილოთ. ეს არის ის ჩვენი ფუნდამენტი, ჩვენი რწმუნობულობები, რომლებიც ჩვენ ბავშვობაში ავკრიფეთ და ჩვენს ბავშვობას აქვს უდიდესი მნიშვნელობა თუ როგორ წავიყვანთ ჩვენს ცხოვრებას. და ძალიან ბევრი ადამიანი ბავშვობაში კრეფავს აი უარყოფით რწმუნობულობებს. მაგალითად, მე ვინ დამეხმარება, ყველგან პატრონი უნდა გყავდეს, ეს ჩვენთან არის. აქ ესეთი რწმუნობულობა არ გამიგია. ასევე შეიძლება იყოს რწმუნობულობა ფული ხელის ჭუჭყია და ასე შემდეგ. და ხდება ოჯახიდან გამომდინარე, ასევე სამსახურის ამბებიც ხომ ჟღერდება ოჯახში და შეიძლება ბავშვმა აკრიფოს უარყოფითი რწმუნობულობა. მაგალითად, ყველა შეფი ცუდია, ყველა შეფი ბოროტია, ყველა შეფი უსამართლოა. რაც ასე არ არის, მაგრამ ეს რწმუნობულობა ამ ბავშვზე და შემდგომ მოზრდილ ადამიანზე ძალიან იმოქმედებს. ან ყველა ადამიანი, ვისაც ფული აქვს, ცუდი ადამიანია. ბევრი ფული ადამიანს აფუჭებს, მაგალითად, რაც ასევე ტყუილია. ბევრი ფული ადამიანის ბუნებას ავლენს, მაგრამ კი არ აფუჭებს, ავლენს, რაც მას კოკასა შიდა რაცას დგასო, აი მაგ ეს არის სიფრთხილე, რომელსაც უნდა ვერწმუნოთ. და ამიტომაც ღირს რომ ჩვენს რწმუნობულობებს გადავხედოთ, აი თუნდაც პოლიტიკოსებთან მიმართებაში. ყველა პოლიტიკოსი კორუმპირებულია, ესეც არის ტყუილი. და იცით, აი ასეთი წინადადებებით თუნდაც ის რომ ყველა მთავრობა უარყოფითია, ცუდია, მათ ხალხი არ ანახულებს, ყველა ქვეყანაში არის. აი აქიც რამდენი ხალხი ამბობს მაგას. და სჯერათ კიდეც ისიც როგორ თუ პოლიტიკაში ჩახედული ხარ, შეიძლება გჯეროდეს თუ შენ არგუმენტებს მოიყვან. მაგრამ ამას ამბობს ხალხი, რომლებიც პოლიტიკაში საერთოდ არ არიან ჩახედულები, ხა არ დაკვირვებიან პოლიტიკურ პროცესებს, ამ პოლიტიკოსებს და ყველასთან მიმართებაში ერთ და იგივე წინადადებას იმეორებენ. იცით ახლა ვინც ესე მექანიკურად აი ეს დაპროგრამებულად იმეორებს, იმისთვის ჩემი ვიდეო ალბათ მას რომც მოისმინოს, მე მგონია რომ დიდად არ დაეხმარება. მაგრამ არიან ადამიანების კატეგორია, რომლებსაც უნდათ რომ თავი ცხოვრება გაიუმჯობესონ, უნდათ რომ მეტი შინაგანი ჰარმონია ჰქონდეთ, უნდათ რომ ცხოვრება მეტი შანსი მისცეთ. აი ასეთი ადამიანებისთვის წერ ამ ვიდეოს, რადგან ასეთმა ადამიანებმა შეიძლება ოჯახური და საზოგადოებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე აკრიფეს ესა თუ ის ნეგატივი და ეს ისევ მათ უდგა წინ უკეთესი ცხოვრებისაკენ. და მე თქვენ ერთ მაგალითზე, აი აქაურ გერმანულ მაგალითზე მინდა აი რაც გითხარით, აი მაგალითზე გავშალო. მოგეხსენებათ რომ მე მუშაობდი ერთ-ერთი Weiterbildung, ესე იგი კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში და ჩვენი სემინარის მონაწილეები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და ან კიდევ ანავადმყოფობის გამო, ან სხვადასხვა მიზეზის გამო და ჩვენ მათ ვამზადებდით, რომ ისევ სამსახური ეპოვათ, ან კიდევ მათ აღარ უნდათ იმ ძველ სამსახურში, ან არ აწყობდათ, ან არ შეეძლოთ და ახალი მიმართულება რომ
აერჩიათ და ასევე შედიოდა აქ ფსიქოლოგიური მომზადება და ბევრი რამ. და მოხდა ასე, რომ ჩვენ გვყავდა პრაქტიკანტი და ესეთი პრაქტიკანტები გვყავდნენ ჩვენ, მას ჰქონდა უნივერსიტეტი დამთავრებული, კი არა, ამთავრებდა სწორედ იმ მომენტში, მუშაობდა თავის თემაზე და ჩვენთან გადიოდა პრაქტიკას. და ხდებოდა ისე, რომ ან ვინმე ავად გახდებოდა, ან რაღაცა მიზეზის გამო დოცენტი არ იყო და იშვიათად, მაგრამ მას ჯგუფშიც უშვებდით ხოლმე. და ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს, როცა ჩემი კოლეგა არ იყო, მე ის ჯგუფს წარუდგინე და ვთქვი, რომ ეს არის ჩვენი პრაქტიკანტი აქ უნივერსიტეტის თემაზე, თავის დამამთავრებელ თემაზე, სადიპლომო თემაზე მუშაობს და დიდი პოზიტივით როგორც შემეცლო, უსურვე ჯგუფს და მას წარმატება და გამოვედი. რამდენიმე დღის შემდეგ ერთმა კოლეგამ, რომელიც ძალიან რთული ხასიათით იყო ცნობილი, საყვადური მითხრა, რომ შენო შეურაცხყოფა მიგიყენებია ამ გოგო ახალგაზრდა ქალისთვისო და რომ ჩავეკითხე, მითხრა, რომ ის ძალიან განაწყენებულია ჩემზე, რადგან მე ის პრაქტიკანტად მოვიხსენიე. ვთქვი, ის პრაქტიკანტია. იცით, ეს ახლა რაც მოხდა, ეს ტიპიურ გერმანულს ვერ დავარქმევ ამას, იმიტომ სწორედ აი ამ მენტალიტეტით პრაქტიკანტი არის პრაქტიკანტი და დამთავრდა. მაგრამ მან მითხრა, რომ ხალხის აი ესო როგორც ხალხი ამბობს, რომ პრაქტიკანტი არის ისო, რომელსაც ჯერ არ დაუსტატებულაო და ესო მისო თავმოყარება შეეხო და მე ვთქვი, ის არ არის ჯერ დაუსტატებული. და არ მესმის ეს საყუდური მეთქი ვთქვი და რადგანაც თვითონ ეს კოლეგაც ძალიან რთული ხასიათის პიროვნება იყო და ეხლა მეც აღარ მინდოდა მივხვდი რომ ისი თვითშეფასება ახალგაზრდა ქალის თვითშეფასება აი ამ პრაქტიკანტის თვითშეფასება ძალიან დამოკიდებული იყო იმ თუნდაც ერთ სიტყვაზე, რომელიც გარედან შემოდიოდა, დაუთმე და უთხარი, რომ კარგით, მე ამას გავითვალისწინებ, მაგრამ უკეთესი კი იქნებოდა, რომ მას ჩემთვის პირადად ეთქვა, მეთქი ეს მე მისი შეურაცხყოფის მიზნით როგორ ვიტყოდი, მე პრაქტიკანტი არ მიმაჩნია შეურაცხყოფის სიტყვად. მოკლედ. რამდენიმე თვის შემდეგ და იყო მეგონი 4-5 თვე ალბათ, ჩემმა მაშინდელმა შეფინიამ რომელსაც ძალიან ვემადლიერები, რომელიც იყო ჩემი ძალიან დიდი დამფასებელი, თხოვა ასეთი რამ. მან მითხრა, რომ აი ეს უკვე ეს ახალგაზრდა ქალი ამთავრებს უკვე უნივერსიტეტს, მან შემოიტანა განცხადება, რომ უნდა ჩვენთან დარჩენა დოცენტად და მინდა რომ ერთი საცდელი ჯგუფთან ესეთი სემინარი გააკეთოს და რომ თქვენ დაესწროთ და როგორც წესი არის და იცით და სემინარს აქვს თავისი მიმდინარეობა და თქვენი ასე ვთქვათ შენიშვნები გააკეთოთ და მე ეს შენიშვნები მე მომცეთ. მოგეხსენებათ რომ ჯგუფთან მუშაობისას როცა სემინარზე შედიხარ გადიხარ რამდენიმე ფაზას და თუ ამ ეს ფაზები არ იცი არ ხარ გავარჯიშებული შეიძლება შესანიშნავი ცოდნა გქონდეს ან ძალიან კარგი ადამიანი იყო მაგრამ ის სემინარი არ გამოგივა სემინარი არ ნიშნავს შენი ცოდნა გადმოაფრქვიო არამედ სემინარი ნიშნავს workshop რასაც ვამბობთ სემინარი ნიშნავს რომ ჯგუფი ჩართო პროცესში ისე რომ მათ აი ეს დრო რაც გადის ვერც გაიგონეს მათთვის იყოს ეს საინტერესო რაღაცის მიმცემი ჯერ ნიშნავს ესალმები შემდგომ ხდება აი ამ სიტუაციის ცოტა გათბობა ძალიან მოკლე დროით რამდენიმე წუთში თუ ჯგუფი არ გიცნობს უნდა მოკლედ წარუდგინო და არა მთელი ისტორია მოუყვეს შემდეგ ხდება თემის წარდგენა შემდეგ მეთოდის პატარ-პატარა ჯგუფება თუ ასე შემდეგ თავარი პროცესი ბოლოს დამამთავრებელი სიტყვა დამშვიდობება და ეს ყველაფერი დროში უნდა ჩაეტიოს. აქ გერმანიაში ესე არ არის როგორც მე მივხვდი რომ საქართველოში არის, იმიტომ მე რამდენიმეჯერ გავაკეთე ესეთი გამოცდილება. საათნახევარია ხო გათვალისწინებული. ის იმ ადამიანს მეტი დრო არ აქვს. არ შეიძლება რომ თქვა რომ მე აი პირიქით შენ ცოდნას ვაძლევ და კიდევ უფრო მეტი დააკავო. უნდა ჩაჯდე შენ დროში და ეს ყველაფერი არის პაკეტი რაც
უნდა შეეძლოს როცა ჯგუფის წინაშე ადამიანი დგას ჯგუფის სემინარის ხელმძღვანელს. თანაც ისე რომ ეს სემინარის მართვის სადავეები მიუხედავად ჯგუფის ჩართულობისა ხელიდან არ გაუშვას. ეხლა რასაკვირველია, როცა ვიწყებთ, გვაქვს ჩვენი ფაზა, სწავლის ფაზა და არ მოგოთხოვება ისეთი სიმკაცრით, როგორც შემდგომ, როცა ცოტა უკეთ დაოსტატდები. იცით, ეს წინადადება და ეს გაკეთებული მქონდა მე და მაგრამ აი ამ შემთხვევაში უთხარით ჩემ შეფინიას, რომ სიამოვნებით გავაკეთე მხოლოდ ერთი პირობით, მინდა რომ ისიც დაესწროს. იმიტომ ისეთ ვიფიქრე ხლა აი ამ წინა ისტორიიდან გამომდინარე, უკვე მე ჩემი წარმოდგენა რომ მქონდა, ვიფიქრე მე ამას რომ გადავცე, მოხდება აქ მთელი რამდენიმე კოლეგის აბუნტება, ალბათ ლაპარაკი რაღაცა, უკვე ვივარაუდე რა მოხდებოდა და ამიტომაც თავად დავისხვიე. და უთხარიო, თუ თქვენ მეთქი მომენტში აღარ შეძლებთ, მაშინ მე არ გავაკეთებ შენ ჩანიშნებს და მხოლოდ მაშინ გავაკეთებ ჩანიშნებს, როცა თქვენ შეძლებთ შემოსვლას. დადგა ეს დღეც. შემოვიდა მართლა ჩემი შეფინია, მე უთხარი ამ ახალგაზრდა ქალს უთხარი, რომ შენ ჩაგვთვალე როგორც სემინარის მონაწილეები, სხვა მონაწილეები ჩვენ ჯგუფთან ერთად დავჯექით მე და ჩემი შეფინია და მე მომზადებული მაქვს, აი რაც ჩამოვთვალე რა თითოეულ ფაზაზე, ეტაპზე, თუ რა როგორ შეძლო და აი არა ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება ობიექტურად საქმიანად გამეკეთებინა შენიშვნები. მოკლედ, დაიწყო რაღაცა თემით და აი ამ თემიდან გადაუხვია და გამოუვიდა უფრო ესე იგი დაახლოებით ნახევარი დრო მოხსენებასავით, რაც არ იყო დადებითი რასაკვირველია, იმიტომ მოხსენება და სემინართან მუშაობა, ჯგუფთან მუშაობა ნიშნავს, რომ ჯგუფს ამუშავებ და არა შენ უყვები მთელი ამ ხნის განმავლობაში რაღაცას და გადავიდა რაღაც თემაზე მე და უცებ ამბობს, რომ აი ყველა შეფი არის უსამართლო და აი რაღაც ასეთ რაღაცებს გააშავა ყველა ხელმძღვანელი. ზივარ გაოგნებული და მე ჩაიკითხა ერთ-ერთ მონაწილეს, რომ აი შენი აზრი რა არის ეს ჯგუფიც აიყოლია აი ამ ნეგატივში. მოკლედ ჯგუფში სხვადასხვა ინტელექტის და განათლების ადამიანები იჩნდნენ და ძალიან იოლი არის ადამიანების აყოლიება ნეგატივში. პოზიტივში არის რთული აყოლიება, იმიტომ ჩვენ ისე ვართ მოწყობილები, რომ ნეგატივზე უფრო გვაქვს რეაქცია. ეს ჩვენს გენეტიკაშია, იმიტომ რომ აი ამ ნეგატივზე ფოკუსმა ჩვენ გადაგვარჩინა როდესღაც, მაგრამ ეხლა აღარ გვჭირდება ის, შეიცვალა დრო და ეხლა პირიქით ხელს გვიშლის. მოკლედ, ეს ერთი-ორი მონაწილე ძალიან აყვა და ლანძღავენ აი ამ უსამართლობას, აი რომ ეს ხელმძღვანელობა რომ უსამართლოა, არა კონკრეტულ აი ამ ჩვენს ინსტიტუტში. ზოგადად არის ლაპარაკი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? შენ ხო გინდა აქ ადგილი და აქ ზის შენი მომავალი შეფინია. მე ვზივარ ესე და ვაპარებ თვალებს, გვერდით რომ მიზის და ეს ის გაქვავებული სახით და უსმენს. მოკლედ, გითხრათ, რომ დამთავრდა ეს ყველაფერი, მე ამ ჩემ შეფინიას ვუთხარ, მე ეს ჩანაწერები ესე გავაკეთე, ესეც მოკლედ შევნიშნე და მითხრა, არ არის საჭირო ამ ჩანაწერების კიდევ ესე იგი ლამაზად ფორმულირება ჩემთვის გადმოცემა, მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება მიიღო მის საწინააღმდეგოდ, მას ჩვენთან არ უმუშავია. ესე იგი იმ მომენტში მისი ცნობიერება არ იყო იქამდე მისული, რომ იმას მიმხვდარიყო, რომ ამით შენ თუ ყველა შეფი არის უსამართლო და ცუდი ამას ამბობ, შენ გვერდით გიზის შენი მომავალი შეფი და იმასაც იმ კატეგორიაში, იმ ჯგუფში აქცევ. და აი თუნდაც აი ამ ეს მაგალითიც აჩვენებს, რომ ისე ჰქონდა გათავისებული ეს რწმუნებულობა, რომ
ისიც კი ვერ მოტვინა ხო ესე ვამბობთ რომ რას ვამბობ და ვინ მისმენს აქ მას ფოკუსი ისე ჰქონდა ჯგუფზე აღებული რასაკვირველია მესმის აღელვებული იყო და ჩვენ არც კი ვარსებობდით შეიძლება გარკვეულწილად იმ მომენტში ცდილობდა ჯგუფთან ურთიერთობის აგებას მაგრამ ურთიერთობის აგებას ნეგატივზე რომ აი მოდი ახლა ერთად გავერთიანდეთ და ერთი ასე ჩამოვაყალიბოთ რომ ეს სამყარო როგორ ნეგატიურია ეს ყველა შეფი როგორი უსამართლოა და ასე შემდეგ და ამას მე ხშირად ვაწყდები აქაც და მანდაც მაგ დამოკიდებულობას რასაკვირველია ყველა სიტუაცია ისე არ არის როგორც მისი იყო რომ მისი მომავალი შეფინია უსმენდა და ის აღარ აიყვანა მაგრამ სამყაროც გვისმენს სამყაროს აქვს ძალიან გრძელი და მგრძნობიარე ყურები და ამიტომაც არათუ ხმამაღლა არ უნდა ვთქვათ ეს არამედ საერთოდ შინაგანად ეს წინადადებები უნდა გარდაქმნათ და ვთქვათ სამყარო გულუხვია ჩემს მიმართ მას ემეტება ჩემთვის ან გაიმეტებს აი თუ თქვენ აი ამ მომენტში ფიქრობთ რომ ეს არ შეესაბამება რეალობას უნდა ის წარმოედგინოთ რაც გულით გინდათ და ეს დაიჯეროთ მისცეთ შანსი სამყაროს რომ მართლა მეტი გაიმეტოს თქვენთვის და კიდევ ისეთ საინტერესო ამბავი გამახსენდა ამასთან მიმართებაში ლადო გუდიაშვილზე დაიბეჭდა და მეც გავაზიარე ჩემს Facebook-ის გვერდზე ძალიან საინტერესო ამბავი ეთყობა მან მოყვა და შემდეგ ესე შემოინახა მოკლედ ის როცა თავის ახალგაზრდობაში პარიზში ცხოვრობდა და ძალიან გაჭირვებული პერიოდი ჰქონია სუმცირ რაღაც რამდენიმე კვირა რომ აღწერს რომ საჭმლის ფული არ ჰქონდა და სწორედ იმ მომენტში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი როგორც მახსოვს ამერიკელი ცოლ-ქმარი დაეკონტაქტება მას მოაკითხავენ სახში და ეტყვიან რომ თქვენთან მოგვასწავლეს და თქვენ და თქვენი ნახატის შეძენა შემოიპატიჟებს და თქვა რომ დასაჯდომი ადგილიც კი არ იყო იქო ну როგორც სახელოსნოს ისე იყენებდა იმ ოთახს და ექნებოდა ალბათ ერთი ოთახი მოკლედ სთხოვეს რომ რადგანაც ვერაფერი ვერ ნახეს შესაფერისი არ ქონდა უთხრა რომ დაუხატავდა მომავალი დღისთვის და თუ რაღაც ორი დღის შემდეგ შეთანხმდნენ და ისინი მოვიდნენ და აღწერილი არის რომ როგორ ბედნიერად როგორ ხალისიანად რომ ძალიან თავაზიანად ეკითხებიან წაიღებენ სამ ნახატს და რამდენი გადაგეხადოთ და იცით მანამდე პირველი შეხვედრის და აი ამ მეორე შეხვედრის პირველ ნახევარში აღწერა არის ისეთი რომ ნუ ეს გაჭირვებულია ამ მომენტში და ეს უზრუნველი ადამიანი აი ესეთი განწყობით შემოდის და არის ნუ რაღაც იგრძნობა შურის ელემენტებიც უსამართლობის განწყობაც და ასე შემდეგ. მოკლედ წაიღებენ ამ ნახატებს და ეს მე ქართულადო უთხარიო, ნუ რამდენსაც მომცემთო. და ესო ჩემთვის რამდენიმე თუმანის საქმე იყო ახლა ალბათ იქაოდ ვალუტაზე გადაანგარიშებით უბრალოდ სიტყვის მასალად თქვა თუმანი და რომ წავიდნენ და დაუტოვეს ჩეკი და ფიქრობს რომ როგორ ერთი სადილის ფული ხომ მაინც იქნებაო და რომ გაშალა ეს ჩეკი მე პირველადო ჩემს ცხოვრებაშიო დავლოცე მდიდარი ადამიანიო უზრუნველი მდიდარი ადამიანი დავლოცეო, რადგან ჩეკში იყო 1000 არ ვიცი რა გონი ალბათ დოლარი როგორც მახსოვს, იყო იმ დროისათვის ძალიან სერიოზული და დიდი თანხა და ეს იყო მისი სიხარულის ასევე დიდი წყარო ალბათ ეს თანხა კარგახანსაც ეყოფოდა არათუ ერთ სადილზე. და იცით ესეც ფულთან ურთიერთობაც არის ის რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის რომ იოლად გავუშვათ იოლად მოვიდეს და ეს არის თვითონ როგორც აი მეცნიერებასავით რადგან ბევრი ადამიანი ისე არის ფოკუსირებული ჩაციკლული
რომ იკეთი თქოს ჩაკეტილი აქვს გზა, რაც არ უნდა გააკეთოს, თანხა არ ჩერდება, რომ შემოდის, კი რაღაცა მოხდება, იქ უნდა გადაიხადოს და ასე შემდეგ. და ასევე ვიცით მაგალითები, როცა შეძლებული ოჯახი რაღაც პოლიტიკური სიტუაციის თუ რაც ხდება ქვეყნის განვითარებიდან ან კატაკლიზმებიდან გამომდინარე, ყველაფერს კარგავს, მაგრამ მისი შვილები და ან კიდევ თვითონ ეს ოჯახის წევრები რაღაცა იულად ისევ ამ თანხას მოიზიდავენ. ყველაზე საინტერესო მაგალითი ეს არის არისტოტელე ონასისი, ჩემს თაობას უფრო ეხსოვნება ეს სახელი. მოკლედ, ეს ოჯახი ცხოვრობდა მაშინდელ სმირნაში, ეხლანდელ იზმირში, როცა თურქმა ჯარისკაცებმა ვინც იყო დარჩენილი ყველა მოკლეს ბერძნები და ვინც გაასწრო და გაექცა, ისიც დიდი წვალები და ცოცხალმა ჩააღწია საბერძნეთში. აი, მათ რიცხვში იყო ძალიან ახალგაზრდა, მგონი 15 წლის არისტოტელე. მათ ჰქონდათ კარგი ცხოვრება მაშინდელ სმირნაში და მან დაიწყო ვაჭრობით ისე, რომ ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი გახდა. ეს იყო ჯონ კენედის ქრივის მეორე მეუღლე და ალბათ აქედან გამომდინარე გეხსომებათ. მართალია ამ უზარმაზარმა სიმდიდრემ მას ბედნიერება ვერ მოუტანა და კიდე სხვა თემაა, მაგრამ აი სულ არაფრიდან ეს უზარმაზარი იმპერია, ესე იგი ერთ-ერთ ფულთან მიმართებაში ვამბობ, შექმნა და შემდეგ მის ბიოგრაფიაში არის აღწერილი ესეთი მომენტი. თავის დასთან ერთად, რომელმაც ასევე თავი გაქცევით გადაერჩინა, ისინი შემდგომ ესტუმრებიან ამ ქალაქს, სადაც გაიზარდნენ. და ეს ქალაქი უკვე სხვანაირი ცხოვრობენ თურქები და სახლს ნახავენ, თავიანთ სახლს და დარეკავენ და სთხოვენ ნებართვას და მართლაც მასპინძელმა ისინი შეიპატიჟა და იცით დაინახეს თავიანთი პიანინო და მივიდა და ახადა ამ პიანინოს და ცოტაოდენი კლავიშებს ხელი გაუსვა. იცით ძალიან ესეთი ჩემთვის ძალიან ემოციური მომენტი იყო ის წარმოდგენა, რა ემოციები ექნებოდა ამ კაცს და მის დას, თავისი ბავშვობის მოგონებები, რომ აი ამ პიანინოს სახით, აი ამ სახლში დახვდათ. მაგრამ ჩემი მესიჯი არის ის, რომ აი ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სიუხვის მოდუსში და ეს სიუხვის მოდუსი შეიძლება იყოს ისე, რომ ცხოვრობდეს მდიდრულ ოჯახში და მაინც არ იყოს სიუხვის მოდუსში. აი ეს სიუხვის მოდუსი მას თუ აქვს შინაგანად და მისი რწმუნობლობები თუ არ არის ისე დაპროგრამებული, რომ ფული ხელის ჭუჭყია, რომ ფული ცუდია და ის არ მოდის შენთან. ის აუცილებლად შეძლებს რაღაცა გზის ნახვას და ასევე დაუბრუნდები ამ ჩემ პირველ მაგალითს, ადამიანი, რომელსაც აქვს რწმუნობლობა, რომ ყველა შეფი უსამართლოა, რომ ის ასე ვთქვათ, ფლანგველი კი არა, გამომძალველია და ასე შემდეგ, თავის წინაღობას აყენებს, რომ ის ვერასოდეს ვერ გახდება შეფი, აბა თუ ეხლა შეფი მისი ქვეცნობიერი ეუბნება, რომ ის გამომძალველია, ცუდია და უსამართლოა, რომელიც ჩვენთაგანს გვინდა შევიდეთ აი ამ როლში. ისე რომ ჩვენი ცხოვრების სიმდიდრე იწყება ჩვენი შინაგანი რწმუნობლებებიდან და ასევე ჩვენი ცხოვრების წარმატება იწყება ჩვენი შინაგანი რწმუნობლებებიდან, ჩვენი დამოკიდებულებებიდან ცხოვრების მიმართ და გისურვებთ ყველას თქვენი რწმუნობლებების გაპოზიტივებას. ისე რომ ისინი იყვნენ თქვენი ცხოვრების სამსახურში და არა პირიქით, რომ წინააღმდეგობას გიწევდნენ, რათა იყოთ თქვენი ცხოვრებით კმაყოფილები და ბედნიერები და ბედნიერებაც მოდის ყოველთვის შინაგანი დამოკიდებულობიდან.
დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ.